ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბი 3 სექტემბერს პროტესტის ფონზე გაიხსნა. მოქალაქეებმა მელიქიშვილის გამზირზე ზუსტად იმ დროს დაიწყეს შეკრება, როდესაც მმართველი პარტიის ლიდერები ღონისძიებაზე დასასწრებად მიდიოდნენ. კახა კალაძემ შტაბის ხელმძღვანელად ლევან მაჭავარიანი წარადგინა. ქართული ოცნების ლიდერებმა ადგილზე შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართეს. მათ ამომრჩევლებს უთხრეს, რომ წლევანდელ არჩევნებზე კახა კალაძე უკონკურენტოა. შემდეგ კი ხანგრძლივად ისაუბრეს თბილისის მოქმედი მერის მიღწევებზე. საბოლოო ფაზაში შედის ჩვენი საარჩევნო კამპანია. ეს არჩევნები მე ვიტყოდი შედარებით მოსაწყენია წინა არჩევნებთან შედარებით, იმიტომ რომ კონკურენტები უბრალოდ არ ყავს კახა კალაძეს და არც პარტიულად ყავს მაინც და მაინც კონკურენტები, თუმცა ჩვენ უნდა გავიხალისოთ ეს არჩევნები და მისად უნდა დავისახოთ რეკორდების დამყარება. მე ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები იქნება რეკორდული პროცენტული მაჩვენებლით კახა კალაძისთვის და გვექნება ძალიან ამბიციური მიზანი და ასევე პარტიული კუთხით ჩვენ უნდა მოხსნათ ყველა რეკორდი. ამისათვის ყველა საფუძველი არსებობს და მთავარი საფუძველი არის ის საქმეები, რაც აქვს გაკეთებული პირადად კახა კალაძეს და მის გუნდს ჩვენი დედაქალაქისთვის. იხსნება თბილისის საარჩევნო შტაბი. არ ვიცი, საარჩევნო შტაბი დავარქვათ, თუმცა იქნება ადგილი, სადაც ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ თბილისელს ექნება შესაძლებლობა მოვიდეს თავისი იდეებით, ხედვებით, ეს იქნება თავშეყრის ადგილი, იქნება ადგილი, სადაც მეგობრებს შეუძლია მოვიდეს. რა თქმა უნდა, ყველაფერს ჭირდება თავი, ყველაფერს ჭირდება ხელმძღვანელი. თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად მინდა წარმოგიდგინოთ ლევან მაჭავარიანის კანდიდატურა. ქართული ოცნება არის პარტია, რომლის წევრობაც ჩემთვის არის სიამაყე. მე ვარ ამაყი, იქიდან გამომდინარე რომ ვარ გუნდის წევრი, რომლის ფილოსოფიაც, რომელსაც თავის დროზე საფუძველი ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ჩაუყარა, თავიდან ბოლომდე ეფუძნება ადამიანის თავისუფლების და ღირსების იდეას. მმართველი პარტიის ლიდერებს სიტყვით გამოსვლისა შტაბის გარე ტერიტორიიდან საპროტესტო შეძახილები ესმოდათ. დემონსტრანტები აპროტესტებდნენ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკას და ითხოვდნენ საპროტესტო აქციებისას დაკავებულთა გათავისუფლებას. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. როდესაც ქართული ოცნების ლიდერები შტაბის ტერიტორიას ტოვებდნენ, რამდენჯერმე მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება დემონსტრანტებსა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს შორის. ჩემთვის როგორც ყველა მოქალაქესთვის ძალიან მტკივნეული ბოლო დღეებია განსაკუთრებით, იმიტომ რომ უკვე საბოლოო განაჩენს აცხადებენ და დღეს განსაკუთრებით მტკივნეული იყო ჩემთვის, იმიტომ რომ მანდრო ჭიჭინაძეს და ბიჭებს მიუსაჯეს 2 წელი, სრულად უმიზეზოდ, რა თქმა უნდა და ამან ჩვენში კიდევ უფრო გააღვივა ის, რომ უფრო მეტად ვიბრძოლოთ და დღეს აქ გამოვედით, სადაც კახა კალაძე არ იმყოფებოდა თურმე შიგნით წეღან და უკვე გავიდაო ესე თქვეს და ჩვენი პროტესტი სულ მუდმივად გრძელდება, ვინაცვლებს სხვა ლოკაციაზე და რა თქმა უნდა არ ვაპირებთ რომ გავჩერდეთ, იმიტომ რომ ჩემთვის როგორც სტუდენტისთვის პირველ რიგში ძალიან გულსატკენია, იმიტომ რომ ჩემი მომავალი ამ ქვეყანაში მინდა რომ გავაგრძელო, თუმცა ძალიან შეუძლებელია ამ ყველაფერთან გამომდინარე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სტუდენტი უკვე წავიდა სხვა ქვეყნებში და მე არ მინდა სხვა ქვეყანაში წასვლა და ეს როგორ შეიძლება რომ შევაფასო, ეს არის რაღაცა ოცნების მოგონილი ახალი манипуляციის ხერხი, რომელიც ეს манипуляციის ხერხი მუშაობს მხოლოდ თავიანთ ამომრჩეველზე და არა ჩვენზე, ეს რაღაცა ერთის გამოშვება და ერთის დატოვება, ეს რაღაცა ახალი ხელწერაა, მაგრამ მინდა უთხრა რომ ეს არ მუშაობს ჩვენზე. ყველა პატიმარი იყო დღეს განსათავისუფლებელი და არა მარტო დღეს. ყველანი არიან უკანონოდ დაპატიმრებულები და არ ვაპირებთ ბრძოლის შეჩერებას იქამდე, სანამ ყოველი მათგანი არ იქნება თავისუფალი. იმი რაღაცნაირი ეს ფორმულა ასე ლაგდება. 20 ადამიანს თუ იჭერენ და ერთს უშვებენ, ეს უნდა გვიხაროდეს. თან თუ არ უჟიან 4-დან 7 წლამდე და უსამართლოდ ასევე 2 წელს უჟიან, ესეც უნდა გვიხაროდეს. საბოლოო ჯამში მე რასაც ვაკვირდები, ეს მათი ძალიან ცოტა ამომრჩეველი, ვინც დარჩათ კიდევ, მათთვის გადაგდებული ლუკმაა. პროტესტის მონაწილეთა ნაწილმა ჯერ გმირთა მოედანზე გადაინაცვლა, შემდეგ კი საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან. მოქალაქეთა მსვლელობა თბილისის ქუჩებში გვიან ღამემდე გაგრძელდა. ანა ალელიშვილი, ევრონიუს, ჯორჯია.